Ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მივესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ირაკლი ფავლენიშვილი. როგორ ახალ ირაკლი? სასიამოვნოა სტუმრობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ესე იგი, ირაკლი, მინდა რომ ჩავიფიქრო, იმიტომ რომ გადაცემაში სპარსი არავინ არასოდეს არ ყოლია და აი დღეს როგორც იქნა ამიხდა ოცნება, იმიტომ რომ გუბაზი თქვა რომ ფავლენიშვილებიო ირანის შახის ნათესავები არიანო. კი, ბატონო რეზა ფახლევის თუ ფეხლები. არა მარტო, სხვა ფეხლებებისაც, მარტო რეზასია. ანუ სხვა ფეხლებების ყველა ფეხლების ნათესავი და ბიზეში. მისვლა მოსვლა თუ გაქვთ, მისვლა გაქვს, მოსვლა არა. იმედია შეიცვლება და მოსვლაც იქნება, რაც ჩამოვლენ მე ირანში. ხო, ამაზე რა ვიცი, მართლა ბატონ გუბაზის ეს თეორია ხა სიმართლე გითხრათ, ხა ფავლენიშვილების გვარი არის ეს რაღაც თავადური წარმოშობის გვარი არის და ამიტომაც ბევრი თეორია არსებობს ესეთ გვარებზე რა, ცნობილი, სხვა გვარებზეც ხოლმე ხა მარტო ეს ექსკლუზიურად თავადურ გვარებზე არა, მაგრამ თავადურებზე განსაკუთრებით ბევრია ხოლმე და ბევრი მსმენია ფავლენიშვილებზე. ერთ-ერთი ეს ვერსია იყო, ამიტომ ხა ბატონ გუბაზი და პირველად არ მსმენია. მაგრამ იმდენი ვერსიაა, რომ ცოტა ვიკარგები ხოლმე ხამ ხარგზელი შთამომავალი ვარ, ხან იმის შთამომავალი, ხან ამის, რა ვიცი. ცუდი არც ერთი არ არის დიდად, რომ სულ მაღალი წარმოულობის გვარებს მიკავშირებენ და ხან ხედავ მთავრებს და ხან იმპერატორებს, ამიტომაც დიდად უარყოფ და არ ვარ განწყობილი, მაგრამ კაია. სხვათა შორის ერთი რაღაც სევდიანი და იუმორისტული ამბავიც მოხდა, მაგის მერე ფერეინელი ქართველებს ამბავ ვიცით ჩვენ, ხო და სამწუხაროდ პოლიტიკას მაინც უნდა შევეხოთ. ეს ხელისუფლება ამასაც ახერხებს, ხო? ლეგიტიმურ თუ არ ლეგიტიმურ ამის შემოხს ხელისუფლება პრობლემას უქმნის, მათ შორის ფერეინელ ქართველებს, რომ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები და ერთი კაცი დამიკავშირდა, ეთყობა თან რაღაც სიახლოვე იგრძნო, ჩემ ბატონი გუბაზის ამ გამოცხვის მერე ჩემთან და დამიკავშირდა, რომ რაღაცას საუბრობდით და თავარი პრობლემა რა გაქვთ მეთქი, აი ფერეინელ ქართველებს მეთქი, აი მაინც აი რაში, აი რა არისო თავარი პრობლემა იციო, რომ მივდივარო, ესენი მეუნებიან, რომ ძალიან ბევრი დაბრკოლება უნდა გადაალახოთ, ბევრი გამოცდა უნდა ჩააბავროთ, ბევრ გამოცდას უნდა გაუძლოთ და მე ვერ შევიკავი თავი და უთხარიო რომ თქვენი ხალხო 4 საუკუნე უცხო ქვეყანაზე ვიყავით და ქართულად ვლაპარაკობ, გამართული ქართული და ქართულობა შევინარჩუნოთ. მეტი რა გამოცდას უნდა გავუძლოთ. ანუ მეტი რა უნდა გამოცდა ჩამეტაროთ ხოცება აქ რომ იმაზე მეტი იყოს ვიდრე 4 საუკუნე თავიდან თუმეტეს სრულად განწყობილი იყო მაშინ თუმეტეს ეს ქვეყანა რომ 4 საუკუნე მაშინ და ქართულად ლაპარაკობთ მეტი რა. ანუ კლოდი განწყობილი მაშინ გადაასახლეს და მაშინდელი 4 საუკუნე წარმოიდგინე, ხა შემდგომში რა თქმა უნდა ქონდა უკეთესი ურთიერთობაც ისეთიც, მაგრამ მთელი ამ საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს ქართველობა. ხა მეტი რა ვიცი რა უნდა ქნა ამ ხალხმა, ხო? მეტი რა გამოცდას უნდა გაუძლო. ესე იგი, შენ ცოტა გიკლია და შეიძლება ირანის ხელისუფლებაში მოხვიდე. ხო, ნუ აქ თუ არა, აქ თუ არა. აქ რაღაც რეგიონში სადღაც მოვა. ყველგან მოვალ უკეთესი. აქ საკ რა გითხრა, მაგრამ ნუ ირანში თუ მოხვედი, კაია კაცო, ეგეც წინ გადაგული საქმეა. ხო, მინდა ესე იგი დღეს ესე იგი პატიმრები გამოვიდა ვაშაძე. კი. ხო, ნუ დარჩნენ ახლა იქ ლევანი ხაბეიშვილი, ახლა აქედან მოვიკითხოთ ახლა. კი, ლევანს მოგეკითხა, სხვათა შორის მახსოვს ხო ლევანთან. მომენატრა მისი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ძალიან წარმატებული სტუმრობები იყო ხოლმე ლევანს იუმორი ძალიან მაგარია, მოვიკითხავ და ლევანზეც მოყვები მაშინ ერთ ისტორიას. ბევრი ისტორია აქვს, იმიტომ რომ ლევანი ეგეთი კაცი არის, რომ ცხოვრებაშიც ბევრი რაღაც კაი სასაცილო და კაი გასახსენებელი გადაგვხდენია და ერთი მინდა გავიხსენო, ერთხელ მაშინ იყო, ნუ ძალიან აი ჩვეული ამბავი იყო, რომ ჩავდოდეთ ქვებს გვესროდნენ. აი მიჩვეული ვიყავით, რომ ხო იცი აი მე უხსნი ხომ უცხოელებს მაგას უხსნი ხომ რომ ჩვენთან აი ეგეთი ტიპის რო ამბობენ, რა ტიპის დემოკრატია. და ეგეთი ტიპის დემოკრატია, რომ როცა ჩადიხარ რეგიონში შეხვდრაზე იცი რომ შეიძლება ქვების წვიმაში მოყვე, ოღონდ ამას გესვრიან გაბრაზებული მოქალაქეები კი არა, სიპების და აიპების თანამშრომლები. და ნუ ზონდერები. ერთ-ერთი ეგეთ შეხვდრები ხონდა და კასპში ვიყავით მე თუ გასავალოთ, რამდენჯერმე მოხდა ეგ და ჩავედით, ანუ მანდაც ველით რა, მე თუ კახეთში ვიყავთ, რომ ველით რომ იქ რაღაც ეგეთი უნდა მოხდეს. და ჩავედი და დააგვიანდა ხაბეს. და ჩვენ მეგობრებს ლაშპაროლოს ვასო ურუშაძეს და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ლამის შეხვედრა და ხედავთ რომ აშკარად სიპების და აიპების თანამშრომლები გვესტუმდნენ ქვებით შეიარაღებულები. ხელში უჭირავთ უკვე და უკვე ემზადებიან დაჯგუფება და უკვე წინას რო ხვდებით რა, ეხლა როგორც ბრძოლის ველზე არის, ხო იცი რომ ვატყობ უკვე პოზიციებს. სად უნდა დადგე, სად არის კარგი შესაფარი, სად აიქით ისეთი ჭიშკარია, მოდი აქ დავდგები და ამ დროს ჩერდება მანქანა, სრულიად
გაუგებრად ჩვენთან კი არ ჩერდება, მაგრამ მათთან ჩერდება და მათთან გადმოდიან ხაბე, ვასო და ლაშა. და ჩვენ აქედან ვანიშნებთ რომ სადმის ჩერდებით ხალხო აქ მოდით რა ისე ძალიან ესე გადმოდიან და როგორც პოლიტიკოს ეკადრება ხო იცი აი როგორ ხართ ხალხო და აბა რა გაწუხებ და დაიწყო ჩვენიანები ნაცები გონია რა ის ხალხი რა აი ხელს არ თმო იმათ გაოცება და გაყურება ქონდათ მაგრამ მე მივხვდით რა მოხდა იმიტომ რომ თუ ნუ იქ შიდაც წყაროებიდან ხო გამოდის ინფორმაცია ანუ ხელი ჩამოართვეს აქედან ვანიშნებთ მე კი მივხვდნენ და წამოვიდნენ უკვე აქ და კი გამოერიდნენ მაგრამ ბრძანება არ ხონდათ მიღებული, ანუ ეს დისციპლინირებული ხალხი ეგრე კი არ არის, რომ მარტო ფასისურიან და რაღაც. გამოცდილი ქისროლელები არიან, იციან კარგად თავისის და როცა ბრძანება ინსტრუქცია მოდის, რომ აი ხა ცეცხლი უნდა გაიხსნას თამაში დაიწყოს, მაშინ იწყება ეს ცეცხლის გახსნა, თორემ მანამდე ისე ელოდებიან ხოლმე და სხვათა შორის ამიტომ ეს 5-10 წუთით გადარჩნენ მოკლედ და თორემ ტრიზურგში ყავდა ხალხი ფაქტობრივად და რა ვიცი, ხაბეს ახლა ტრიზურგში ეს ისტორიაც გაახსენდება ახლა მოყვევი ნამდვილად. ეცი ერთი ესეთი კითხვარი დაგეს, შენ საერთაშორისო პოლიტიკა ძალიან გიყვარს. კი, და სულ კითხულობ და სულ ყველა ბლოგს ნახულობ. ხო. აი ეს მადუროს მუტაცების შემდეგ, ხო? ეს მადურო ხო რაღაც 9 საათში დამთავრდა მისი ამბავი და მარტივად მოხდა. ხო, მარტივად ძალიან. ესე გასრულდა. აი იმის მერე რაღაც ამერიკაზე ცუდი არაფერი გამიგონია ქართული ოცნებისგან. ანუ მე მანამდე ხო ჯერ დანიგანი ხო რა ვიცი მიწაში ჩადეს და რა ვიცი ყალვის ლანდაუცეს და ეს ბებერი ის რა ქვია ჯო ვილსონი და ეს ის შეულებრივ ხო ხერო და აი ეხლა რატო არიან გაჩუბებულები ნუ ძალიან მარტივი მიზეზი არის შიში მაგრამ ხო მე სხვა შორის მაგრამ ვიხალისე იმაზე რომ მადუროს გატაცებიდან სადღაც ერთ დღის მანძილზე დაიწყო ხოც ბლოგერებსაც ვადევნებ თვალყურს რა იმიტომ რომ აი მესიჯის შემქმნელები ვინც არიან რა ვისაც ხოცები უსმენენ რომ აი რა თქვან რომ იცოდნენ რა არგუმენტები რა აქვთ და ამ ხალხს მოუწია სპეციალური ვიდეოების ჩაწერა რომ ხალხო ნუ გეშენიათ ეს ჩვენზე არაფერზე არ აისახება არ ნიშნავს მადუროს მუტაცება ბიზნეს მუტაცებას არ ნიშნავს რომ ჩვენ იგივე არ მოგვივა და თავისიანებს უწევთ ცალკე ვიდეოების ჩაწერა მოუწიათ ახლა ბევრი ესეთი ბლოგერია ცნობილი და შეუძლია ან პანიკა იყო რეალურად ხო მართლა იყო ეს სერიოზული შეშფოთება ჩვენთან როგორც გამოიწვია რეაქცია რომ კარგია რაც უფრო ნაკლები ავტორიტარი იქნება რაც უფრო ნაკლები ნარკოტიკებით მოვაჭრე იქნება რაც უფრო ძლიერი იქნება ამერიკა თავისუფალი სამყაროს ლიდერი ხო კაია ჩვენთვის და იმათთვის პირიქით აღმოჩნდა რომ ვაიმე ხა ეს რა ხდება იგივეა რაღაც რუსებზე კაცო ხა შათრიშუმა რო დაწერა რომ რუსებზე რა შეიძლება ქართულ კაცს ქონდეს პრეტენზია ხო 1000 რამე ოკუპირებული აქვს ტერიტორიები ამდენი კაცი მოგვიყვეს ეთნოცმენდა ჩაატარეს ის მაგრამ აი კაცს აქვს პრეტენზია რატომ ვერ დაიცვა თავისი მოკავშირეები ვენესუელაში რიანში რატო ვერ იცავს სირიაში რატო ვერ იცავს ეს არის პრეტენზია რატო ვერ იცავთ ამ ხალხს ანუ მე ესე იგი მეც ვერ დამიცავო ესე იგიო ეს არის პათოსი ხო მაგრამ იცი რა არის აი ხა რადგანაც მიყვარს ეს თემატიკა ახლა ტრამპის განცხადებებზე აი ხო არა გაქვს ეს შენი რეაქცია იმიტომ რომ აბსოლუტურად დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი სხვათა შორის მე პარალელს ვავლებ ხო ეხა ნაციონალიზმის წევრი რო არ ეხა მე არ თქვა რომ ეს ბელადომანით არა მაგრამ მართლა პარალელს ვავლებ ხოლმე და ძალიან მიყვარს ზოგადად ბავშვობიდან სტილი მიხეილ სააკაშვილის რატო იმიტომ რომ ძალიან პირდაპირ სტილი ჰქონდა და სახალხო სტილი და მიხვდებს რომ ძალიან მაღალი განათლებას აქვს მიღებული და არავის ნაკლებად არ შეუძლია NGO-შნიკური ტერმინებით ლაპარაკი მარტივად რო თქვა ძალიან სახალხო და ეს გასაგებად ხსნი და ყველაფერს ხომ აი უბრალო ენაზე იგივე არის ტრამპი. აი მაგალითად ობამას ერთი პრესკონფერენცია, ერთ ვიდეო არსებობს რა, ესე ობამას პრესკონფერენცია, როცა მეგონი ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას ეხებოდა საქმე და აი როგორც მინისტრის შესაძლოა მინისტრის მოადგილე რო იტყვის რა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ესა და ეს ადამიანი, აი ესე მოყვა ეს ლიკვიდაციის ამბავი. და ამ დროს ვიდეო არის უკვე ტრამპისეული პირობებში ერთ-ერთი ტერორიზმის რაღაც საკვანძო ფიგურის ნეიტრალიზების შემდგომ მისი ძახის. He died like a duck, like a beautiful duck. ანუ როგორც ძაღლი, როგორც ლამაზი ძაღლი ისე მოკვდა. საერთოდ შედიან კარებს აკატუნებენ, აღებენ, მე იქ რაღაც ეგეთი რამე არ მოხდა რა. კარი გაიღო, ეგრევე სროლები, ეგრევე მოხდა მათი ლიკვიდაცია. ანუ ესე ჩვეულებრივად ყვება და. ნუ ჩემთვის ახლა მართლა გეუბნებით, ხუთსვად გეუბნებით, ახლა ტრამპის დათუნ საგარეო პოლიტიკა და ყველაფერი მართლა მომწონს. არ მოეწონა, როცა აირჩიეს კონკრეტული დეპუტატი, ხო, რაღაც დემოკრატებიდან და იძახის რომ სომალიო რა, სომალიდან აირჩიეს და სომალშიო რა, ქვეყანა არ აქვს, მაგრამ სახელმწიფო არ აქვს, ორგანიზაცია არ აქვს. მაქედან უკაც სომალი კაცო რა გვინდა უყურებს ახლა. ხო შეიძლება ვიღაცას არაპოლიტკორექტულია და ძალიან ისეთი იყო ეს, მაგრამ ძალიან ბუნებრივად ეს კაცი გულწრფელად საუბრობს ყველაფერზე და პირდაპირ ადამიანია და სტილის ეგეთი აქვს. კი ბატონო. იცი რა არის რადგანაც ახლა ნუ გადმოვიდეთ აქეთაც ხო ეს ღარიბაშვილმა რო თავისი თავი ჩაასმევინა ეგ ხო რეალურად თავისი თავი ფაქტობრივად ეს საპროცესო გაფორმება ხო ნიშნავს რომ არ მინდა აღარ გამოიძიოთ არაფერი
თანახმოვარ მოდი და 5 წელი ჩამსვით. ხო, ეგ გამოვიდა, ხო? ხო, ნუ რა თქმა უნდა, არც ერთი ადამიანის პატრონობას არ გვიხარია და რაღაც არ არის სასიხარულო და მით უმეტეს რაღაც ისეთი სახუმარო ამბავი, მაგრამ ნუ მაგ ხოცებს მაინც ეგ მიდგომა აქვთ, ცოტა სერიოზულად რო გიბას, ხო, მაგრამ ცოტა ხუმრობაც გამოდის, მაგრამ ეგ მიდგომა აქვთ ნაღდად ჩემი დაკვირვებით, რომ პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ 5 მილიონი დაუждდებოდი 1-4 წელი რა. აუ 2 მილიარდი, აუ 1-7 წელი. ჩაუждდებოდი ძმაო 7 წელი, მე რო ვიცოდი რომ ამდენ მილიარდი შემჩება, ჩაუждდები. ეგ ლოგიკა აქვს რა. პირად საუბრებს ხო ამობენ ბიზნესო და რაღაც ესეთ ტერმინებს ხო იძახიან ხოლმე და კი ბატონო რატომაც არა ჯიგრულ ქართულ პონჩი და ეგ მიდგომა აქვს და ამიტომაც ალბათ ხო რა 5 წელი ვიჯდები ხა შემჩება თუ ტყეები შემჩა და ასე შემდგომ. რატომაც არა ხო. ფაქტიოდ ეგრე გამოვიდა. ეხლა იცი რა არის აი ამ ბაზრის ფასებზე ხო უყურებ შენ. ფასების და რო ოპოზიციის ბრალია ეგ ხო ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რა. თითქოს ჩვენ არ წვალდებით ეხა ფასები რომ მაღალია და ჩვენზე ჩვენ უფრო დალხენილი მდგომარეობა გვაქვს ვიდრე ხოცებს და არ გვინდა რომ უფრო მეტი გადავიხადოთ გინდა თუ არა ყველანაირ პროდუქციაში. ეხა რა ვიცი მარტო მაგალითს მოვიყვანე ეხა რამდენად აბსურდულია ხომ ეს ბრალდებები. მე ვაკეში ცხოვრობდი მაშინ ყიფშიძეზე და ძალიან შემეხო ეს რაღაც რა ქვია ჭავჭავაძის გადათხრები გადმოთხრები მე რომ საცობები იყო და მაშინაც ეგ მოვისმინე რომ თუმე ჩვენი ბრალი ნაცების ბრალიაო ხელოვნურად მართლა გულწრფელად მართლა სამთავრობო პროპაგანდა ამბობდა რომ ნაცებიო ხვდიანო საცობებსო ხელოვნურად ჭავჭავაძეზეო და მაგიტომ არის საცობიო ანუ არდება გვარებს იძახდნენ რომ უფრო აი ესინი ქმნიან საცობებს ოღონდ ის ხალხთან არ არის საქართველოს მაგრამ ჩვენ მაგათი დავალებით ქმნიდით საცობებს და მაგას ამდენი წელი თუ მართლა ქმნით საცობს ამდენი წელი ესე მაგარი ეფექტური ხალხი ვართ რომ რამდენი წელი გავიდა მაგის რეაბილიტაციის მე 6 წელია საცობს ქმნით ეფექტურად ჭავჭავაძის გამზერზე მაგალითად ფასებს უწევთ მაღლა კორუფციაში ჩავფლეთ ღარიბაშვილი და ლიბუაშვილი და ესენი სპეციალურად ჩვენ ჩავფლეთ ალბათ ჩვენ ჩავფალეთ თქვენ აურიეთ თქვენ აურიეთ რაღაცა მაგრამ ნუ ამის რა ვიცი ხა რაც ალბათ უფრო ცოტა ისეთი ადამიანები ვისაც ამ ყველაფრის ჯერა რა. კიდე ერთი ის არის რომ შეხარ აი ეგ რო იტყვია ხოლმე აი კარენოი თბილისი. ხო. მე რამდენი თაობა არ შენი თბილისი. რა ვიცი. ნუ თბილისელი ვარ ხო ეს სიტყვა თვითონ ისეთია ცოტა სადაო ის ფრაზა, მაგრამ ხო. ხო, რა ვიცი, ანუ მეოთხე თაობა ვარ და ისე რა ვიცი ხა. ხო, თბილისის ცენტრალურ უბნებში გვიცხოვრია და ამიტომაც რაღაცა ეგეთი ამბები არის ხოლმე, ხო, რომ აი თბილისელია, მაგრამ ნუ ჩემი აზრით ახლა თბილისი ძალიან ფართოა უკვე და ეხლა ეგრე არ არის რომ მარტო ანუ მე რამდენი თაობა, მაგრამ მეოთხე თაობა, კი, ჩემი დიდი ბაბუა ჩამოვიდა, ჩემი დიდი ბაბუა უკვე აქ ცხოვრობდა, ვერაზე ცხოვრობდა, უკვე ხო, აქედან ცხოვრობდით და რაღაც ნათლიანი, რაღაც პოეტი იყო ჩემი ბაბუა და იცნობდნენ ირაკლი ფაუნიშვილი იყო, ასევე გოგლა ლეონიძის მეგობარი და ასეთი ადამიანები და ხო, რაღაცა თბილისურ ამბებში გარეულები ვიყავით მოკლედ რა. ამდენიმე აწლეულია უკვე გარეული ვართ კი. შესაბამისად არჩევნებშიც თბილისი გაბარია ხოლმე შენ. უფრო თბილისში მოძრავ კი. უბნური. მაგიტომ ვთქვი რომ რა ხან ეს თბილისურ ამბებში ვიყავ გარეული, უფრო ხო ძირითადად ამ უბნებში მოძრავ, სადაც მიცხოვრია რა. ხო, ანუ მაგუბნებში და ნუ იმიტომაც და ნაცნობებიც ხვდებიან კი, არის ხო ეს სიტუაცია კი. საარჩევნო უბნებზე ნაცნობებს რა გამოლებს? აუ ხო, ერთი კაი ისტორია იყო სხვათაშორის მაგაზე გამახსენდა საარჩევნო უბანზე მივდივარ და ნუ ხო ბევრი ნაცნობი ხვდება და ხა ბევრია ხო რა ვიცი ხა თბილისში გავიზარდეთ ამდენით რაღაც და ნუ არის რა ხოციც არის ვაღიაროთ ნაციც არის ისიც არის ერთხელ მივედი უბანზე დაძაბულობა აი ქვის როლის წინარე სიტუაცია და უცბად დავინახე ერთი ხოცი და ჩემს ბაკას ვეუბნები ეხა აქ ჭუბი არ მოხდება მეთქი და რატო და მე ჩემი ბავშვობის ბაკაცი არის მეთქი მართლა ჩემი ბავშვობის ბაკაცი იყო არ მოხდება ჭუბი მეთქი აი ხა ნახეთ რა მოხდებაო და დაიძაბა სიტუაცია და აი უკვე იქით რაღაცა და ამან დამინახა და აქ მივხვდი რომ თან ისედაც არ მოხდებოდა ხე მე რომ დამინახა არ ეჭვებდა ბავშვობის მაგაცია და მართლა ძალიან ცივი უხრე მეც ნუ რასაც ყველა ვიზამვით რა თბილისურად ეგრე ნუ არ მოსულა რა ბავშვობის მაგაცთან პოლიტიკის გამომიტვეთ ჭუბი და ეხლა ძალიან გარეთქიფა სიტუაცია და უკვე ჩვენები ხა ისეთ შევაწყობთ მანამდე რომ ეხლა იმან კი დაინახა და აღარ უნდა მაგრამ ჩვენებიცაც უკვე ძლივს ვაკავებ რომ ეხლა როგორ და რაღაც და ამ დროს ის გამოდის და უკვე უნდა დარტყოს და ამ დროს თელი ესე მართლა პათოსით დიდება უფალს და პირჯვარს იწერს რა ეს ბიჭი რა ჩემი ძმაკაცია და ნუ ეხლა ქართული ამბავი ხომ ეს რეული ვარ და რა თქმა უნდა რა უმეტესობა ჩვენგან ეს ნუ წმენა მართლმადიდებელი ქრისტიანები ხო უმეტესობა ჩვენგან ეხლა სხვა რელიგიის ადამიანებს ყავს რა თქმა უნდა საზოგადოებაში მაგრამ ნუ ხო უმეტესობა ხო ჩვენგან იქაც ვინც ვიყავით მე ყველა თითქმის ვიყავით ხო მართლმადიდებლს და ნუ რაღაცა დიდება უფალს და ხელი დაარტყა კაც ეხლა ამის მერე ისეთი ამბავი ეს უკვე წესად ვიცოდი მე რომ ამას იზამდა, იმიტომ რომ ეგ არის ბავშვობიდან მოდის ეგ ისტორია რა. სხვა შორის ახლა სახელმწიფოს არ ვასახებ, ამიტომ ჩემი რაღაცები მოყვე. სიმთვრალე ქონდა ცოტა ცუდი ამ ბიჭს რა და მე ხელ კახეთში ვარ და რაღაც ისეთ სუფრაზე ვარ რა. აი ცოტა ბიძა ხალხი არის და ისეთები ძალიან სერიოზულები და ისეთ სუფრაა და ერთმა მოიტანა კახელს მაგასთან ვიყავით და იმ მოიტანა რაღაცა დიდი თევზი რომელიც ალაზანშიო ამ ხელა თევზი არ დაჭერილაო თელი წლის მანძილზეო და დაადო სუფრაზე და სუფრაზე როგორ სიტუაცია ყველაფერი შეიჭამა ყაშლამა ის ეს თევზს არავინ არ შეეხო
და ჩემს მაგას უკვე ვატყობ, უკვე თრება ეს ჩვენი გმირი. და მე უკვე ხო, კი, რაღაცა ჩემ მანდარინი ესროლოს სუფრის წევს და რაღაც ეგეთ რაღაც გააკეთოს და ამიტომაც მე უცბად თქვი რომ მეთქი ახლა ჩვენ მეგობარი დაგვტოვებს ცოტა ხანში რაღაცას მეთქი ზარი რაღაცა დატოვებს და რაღაც ვანიშნე და წადი და ადგა და წავიდა და ამოვისუნთქეთ რაღაცა უცბად კაკუნი კარზე. იღება ეს კარდი და ეს იხედება და რაღაც დამჩაობაც რა მეგობრებო და მოვიდა და აი ამ თევს ეს ხელი დაავლო, ესე გადაიკიდა, ამ რაღაც მართლა უზარმაზარდო ჯერ როგორ მოირია ესე გადაიკიდა და გაგას გავიდა რა სუფრიდან რა. სახელები გაგიჟდან კიდევ ვერ მოახერხეს ინტერაქციაში შესვლა, თორე უეჭველ კონფლიქტამდე მოვიდა, მაგრამ და ამის გამო ხშირად კონფლიქტი მოგდიოდა ხოლმე. ერთხელ ჩამოვიდა, სვათაშვილის მონასტერში იყო და ჩამოვიდა და მე თქვა რომ მორჩა მე ჩხუბი არ მომიდა. მართლა რაღაცა საოცრება ხნა სუფრაზე, უკვე დაიძაბა სიტუაცია და უნდა გვეჭხვა და ამ დროს ეს თავისი სიცესთან და ანუ ქართველი ხარ რა და ახლა ნუ ისეთი ამბავი მინდა გაარტყე კაცხელი ამას იძახის და ხე შენ არტყა ხო რაღაცა ეგეთი ის აქვს რა მექანიზმი აქვს გასტიმისი განმუხტვის სიტუაციის და ვიცოდი რომ დამინახა მაგას იზამდა რა მოკლედ რა გააკეთე და ეგრე მოხდა თბილისურად მოგვარდით. იცი რა არის რადგან ეს აქციების ხშირად ხარ ძირთად უფრო ხარ ხოლმე წამყვანი აქციები ხო ანუ კი მარტის აქციები და ბევრი გამოსვლები, ანუ გამომცხადებელი რეალურად, რომ თუ აქციის მონაწილეებს, ხო, ნუ შენი გამოსვლაც გაქვს, მაგრამ პარალელურად კიდე გამოყავს, მაგრამ იცი რა აქციებს ზოგადად ახასიათებს ესეთი რაღაც, რომ მაგალითად იქ რო გროვდება გარშემო ხალხი. აშკარად ჩემი ასაც ვფიქრობ, იმიტომ გროვდება, რომ ყველას უნდა რაღაცა სიტყვით გამოსვლა, ხო არის ეგ? ხალხისგან არის აი საოცარი პრესინგი ხომე და ერთი კაცი მახსენდება მართლა ესე დამირეკა და მეუნება ყველა გეუნება რომ დავამთავრებ ბიზნესს აი გამომიყვანე და დავამთავრებ ბიზნესს და ჩვენ ხო წვალობთ აი კამპანია გიჭერენ აი აქცია დარბევა იგი დასავლეთის ეწოლა მაგრამ ნუ აი ეს ტიპი გამოვა და დაამთავრებს ბიზნესს და ერთ-ერთი არის საოცრება ისეთი სიტყვა მაქვს გამომიყვანე რომ ერთი მართლა შეიძლება გამოვიყვანო ხა თუ მიყურებს არ ვიცი რა კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან არის ეს კაცი და მართლა ეს თეორია აქვს რომ ოღონდ ლექს არ მაკითხებს მეუნება რომ ერთი ლექსი ხა თქვენ თუ გინდათ რომ ეს ხა სულ ესე იაროთ ქუჩა და აწყოთ აქციები, კაი, მაგრამ თუ საქმის ხალხი ხართო და გინდათ რომ ბიზნესა მორჩეს, გამომიშვიდო ერთ ლექსს ვიტყვი და ორ დღეში დამთავრდებაო ბიზნესა. ანუ ისეთი ტალღა მოყვებაო. დამთავრდებაო რა ბიზნესაო და მეთქი რა ლექსია მითხარი ბატონო რომ იქნებ მიუხვდე რომ მის ტექსტთან ახლოს ვისწავლი რომ იქნებ თქვენ თუ არა მე წავიკითხო რომ რამე და არა მეუნება და გამოვიყვანო და ისე უნდა გავიყვანო იქნებ ბიზნეს თუ უსმა შეიძლება ნეიტრალიზება შეიძლება სამკაცის არ ვიცი პრობლემა არ შეუქმნა რა ლექსია ეგეთი და არის ხომ ეგეთი ხალხი მაგარი არის ხო ეს რა ლექსია ეგეთი ძალიან საინტერესო იცი რა უნდა კითხო ეხლა აი შენ ხა უყურებ ხოლმე აქტუალურ მოვლენებს და დაახლოებით 2 კვირის წინანდელი ამბავია ზარქვა მონაკოში თან ლანძღავსა თან ვერ ვხვდები რა ის ხო ნუ ეგ ის არის რომ პოლიტიკურად ინსტრუქცია აქვს რომ უნდა ლანძღონ იმიტომ რომ მათ ხო ძირითადად ეგეთ ხალხია რომ ინსტრუქცია მოდის და ვაიბერში რაღაცა მოდის და ეგ უნდა თქვან მაგრამ მეორეა რომ ეხლა დასვენებით მონაკოში და დასვენება და რა ვიცი ჩვენ ცოტა ეხლა თვად მონაკოს ვერ ვხაჩავთ ოპოზიციაში შენ სად ისვენებ ძირითადად სხვათა შორის ბათუმში ნუ ძირითადად აი ამ შავიზღვისპირეთში აჭარაში ხო მე მიყვარს სხვა ძალიან და ბათუმიც და გობულეთიც და საერთოდ შავიზღვისპირეთი მაგრამ ბათუმზე ერთი კაი ისტორია სხვა შორის თადეგეთი სკანდალური არ არის მაგრამ რამდენიმე ეგეთი სკანდალური ხო ეგეთი რა არის მაგრამ საინტერესო ახალისო ისტორია ერთი 2 წლისიანია ჩასული ვარ სახში შესაშვები რო ხარ ისეთი ისტორია სახში შესაშვები არ გეცოლი არ ნერულებს და არც არავინ და მართლა ანუ ჩემი ძმაკაცები და მე ვიყავით ცოტა ხანი ჩავედით რამდენიმე დღე ჩავედით ჯაზ ფესტივალის პერიოდში ჩავედით დასასვენებლად ერთ 13 წელს წინ ალბათ და ჯაზ ფესტივალის პერიოდში ჩავდივართ ხოლმე და ჩავედით და იქ მოკლედ რაღაცა მოვეწყვეთ ისე ეს გამოვედით და ну მოკლედ 1-3 დღე ვიყავით მაგრამ მე თუ ვერ გავთვალეთ და თურმე მე რაღაც მეოთხე დღეს იყო ისეთი კონცერტი რომელსაც ყველას გვინდა დარჩენა და უკვე თან ფინანსურადაც ეხა ისე ვიყავით რომ დიდად რაღაც და ჩემო მეგობარმა თქვა რომ დილას მეო გავალო გამთენი ისესო და ისეთ ბინასო იმიტომ იქ აღარ 3 დღე ქონდა აღებული რა იქ ვეღარ ვჩერდებოდი და მე კარგ ფასადო ვიყიდიო ესა ვიშოვნიო ბინასო რომ ერთი დღით რომ დავრჩეთო რა არა უშავსო კაცო რა კაი ხო და წავედი ჩვენ პლაჟზე წავედი ის მოვიდა პლაჟზე და გითხრა აი მაგარი ადგილიო თან რა რედისონთან რა პირდაპირ რედისონთან ბათუმშიო იქო ძალიან მაგარი ადგილიო
ნომერი გითხრა და აგვიკვირდა, იმიტომ რომ ხა ისეთი ფასი გითხრა, რომ მაგ ფასად არ უძე, მე რო ბავშვი პირველად რო ჩავედი ბათუმში, მაშინ არ იყო პინები რა, თან ეგეთ ცენტრალურ ადგილას და არაო, კაცო 4 ლოგინი იქნებაო, რა გინდაო, 3 აგერ ჩვენ დავწვევითო, ცალკე ოთახშიო და შენ ხო მე ცალკე მინდოდა და შენ ცალკე რა გინდა. კაი, მეთქი ხო. და მოკლედ მე პირველი მომიწია წამოსვლა, რაღაც 4-5 საათი იყო, რომ უკვე წავედი იმ ბინისკენ, მისამართი ვიცი, ყველაფერი ვიცი და ვარ ესე ყვითელ შორტში, მაიკაში, ყურსასმენი მიკეთია, სათვალე და რაღაც ჩანთა მაქვს მოკიდებული და შევდივარ შლოპანცები მაზწვია და შევდივარ ეზოში, სადაც ვიცი რომ გვაქვს სახლი და ხდება 1-20-25 კაცი. ჯერ ვიფიქრე მეთქი ხა ესე ზონდერი, მაგრამ რატო უნდა დამხდნენ ეხა ზაფხულში ჯაზ ფესტივალზე ვარ რა. ხო, მე შევხვდი ჩვენი ამომრჩეველი ხო არ არის მეთქი, მაგრამ 20 კაცია რა, ცოტა მოკუფრული. მივედი და როგორც პოლიტიკოსის ჩვევა ხო ის ყველას ხელი ჩამოვართვი და ესენიც და ერთფოთ ხო ვიზიარებ თუ რაღაც რა და მეთქი ახტება. ასე ვიეჭვე რომ რაღაც სულ სიტუაციაში ამოყავი თავი. და პირველ სართულზე რომ შევედი, ორ სართულიანი სახლი იყო. მეორე სართულზე ისეთი სიტუაცია იყო, მივხვდი რომ აშკარად წუხარების ამბავში ვარ, პადაშვიძე ვარ რა. და ეხა თუ აი მე მეთქი ეხა ეს კაცი ეტყობა ეს ტრაგედია მოხდა, აღარც გვახსოვდით და აღარც დაგვირეკა ეტყობა რომ ეგეთი ამბავი მოხდა და აღარ მოხდა და ნუ უკვე ძალიან არ ვიცი ხე შოპანცებით ესეთ სიტუაციაში ვარ და აი თან როგორ წავიდე თან ბოდიშის მოხდა მინდა ოჯახში რომ ეხა ეგეთი რაღაც მოხდა და არ მეგონა და ნუ უნდა წავე აი ესე ვარ დაბნეული და უცბად ეს კაცი ჩამურბის და მეუნება რომ შენ ის ხო არ ხარ აი ეს 4 ზმაკაცი წყალბურთებთან აი წყალბურთელები ეს ხო ეგ ვარ მეთქი, მაგრამ ნუ ბიჭო ეს მეთქი ბოდიში მეთქი რაღაც. არა რა ბოდიში აგერ არის თქვენი ოთახიო და რა. აშკარად უყურებდა და კაცო ესე ბებია ჩემი 90 წლის გადაცილებული იყო. არა იყო ის კაცო რა პრობლემა. მეთქი უყურებ ამ კაცს მეთქი ეს არ მეღადავება, ნუ აშკარად ყველაფერი არის. ეხა ხო ნუ სასაცილოდ არ აქვს ეხა რაც უნდა 80 წელს გადაცილებული იყო და შევედი იმ ოთახში, მაგრამ ყველაზე ცუდი რა იყო, რომ იმ 3 ლოგინიანი ოთახი რაც იყო, იქიდან კიდევ კაი ცოტა მოტეხილი იყო, მაგრამ ჩემი ოთახი და ფაქტობრივად კუბო ჩანდა რა, ეგეთი ამბავი იყო რა. ჩემი ეს ცალკე ოთახი რაც იყო, იქიდან პირველ სართულიდან ფაქტობრივად კუბოს ხედავდი რა, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაციას ხედავ. ხო. და ამას რო შემაკო, არაო თქვენო კაცო ვიცით რომ ჯაზ ფესტივალ მე ღამე უნდა მოხვიდეთო, ღამე აქ არავინ აღარ იქნებაო, მე დილას ადრე მიდიხართო, მაგ დროსაც არავინ არ იქნებაო, რა გინდა თუ იყო. აუ მეთქი ეს დაურეკე ჩემს მაგას მეთქი ცუდ შარში ვარ მეთქი რაღაცა უნდა მოვიფიქროთ აქ მეთქი ვერ გავუჩერდებით მეთქი ხა რავი რა როგორი ამბავია რამე უნდა გაგეთები ხო ნუ წოხარები ჯავს კი რავი ეგეთ რაღაც მოგვივიდა მოკლედ სკანდალური არ ვიცი მაგრამ ეგეთი ისტორია იყო რა ძალიან ისეთი შავი იუმორია მაგრამ ხო ნუ არა არის რაც არის კაი ესე იგი ირაკლი ძალიან დიდი მადლობა რა ვიცი ბოლოსკენ ამას ხო არ დაამატებ რა საშველი გეგმა რა გვაქვს? გეგმა რა არის ჩვენი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის გეგმა რა არის? აი ფოკუს ჯგუფებზე გავალ და მე შემდგომ გადაცემაში უკვე გეტყვით ფოკუს ჯგუფები ანიმლექს მოვისმენ და მე ტექსტთან ახლოს ვისწავლი და წავიკითხავ და შეიძლება დაემხოს ანუ ჯერჯერობით ლექსის რუსული სისტემა საქართველოში ჯერჯერობით ლექსის იმედზე ვართ ამიტომ რაღაცა იქნება. ხო, ლექსის, მაგრამ არიან ადამიანს, რომელსაც ლექსი არ ჭირდებათ, უბრალოდ უნდა გამოვიყვანოთ. აი, რაღაცა იქნება მოკლედ, სადღაც მოჯადოებულ წრეს გავარკვევ. მოჯადოებულ წრეს გავარკვევ. ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი სტუმარი იყავი, წარმატებები მინდა. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნოა. სიმშვიდე მინდა გისურვო, ანუ იმ ამბავში რომ ძალიან ესეთი რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოველთვის სამიზნე ხარ და ამიტომ სიმშვიდე მაგ მიმართულებით მინდა გისურვო და მინდა წარმატებები გისურვო კიდევ. უღრმესი მადლობა ირაკლი ფავლენიშვილი იყო ზურფასტოლე მაყურებელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.